მოგესალმებით, თითოეულ თქვენთან გასუღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმის, რომ ლაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცემთ გაგეცნობით, მე ვარ კატო. რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ გაშლებთან დაკავშირებით უნდა მომწეროთ პირად შეტყობინებაში WhatsApp-ზე, რომელსაც ვუთითებ ხოლმე ვიდეოების ქვემოთ, ასევე სანთლებისთვის, რიტუალებისთვის და თილისმებისთვის. რაც შეეხება დღევანდელ გასვლას გავაკეთებ პირად ურთიერთობაზე. რა გეგმები აქვს თქვენთან მიმართებაში, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ეკატერინობა, გილოცავთ ყველას, ვინც ეკატერინე ხართ და გეტყვით, რომ ძალიან მიყვარს ჩემი ანგელოზის დღე და შესაბამისად ამ დღესთან დაკავშირებით მინდა ისეთი რაღაც გავაკეთო. შეგიძლიათ ერთი კითხვა, რომელიც თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, უბრალოდ დაწეროთ ვიდეოს ქვემოთ და მე აუცილებლად გიპასუხებთ ამ კითხვაზე, ხომ? თუ ურთიერთობას ეხებათ, გეტყვით, რომ მივუთითეთ ხოლმე სახელები, რომ დაახლოებით მომენტს სწორი პასუხი გაგცეთ, ხო? იმიტომ რომ ძალიან რთული ესე ხშირად სახელები არ გიწერიათ. თავად ესე ვთქვათ, აკაუნთის სახელად რაღაც მითითებული ხოლმე და აქედან გამომდინარე ვამბობ ამას. მოკლედ, ნახოთ ახლა ამ ეტაპზე რა სიტუაციაა თქვენ შორის, რა ხდება. ესე ვიტყვი, რომ აქ ურთიერთობა არის ძალიან ისეთი პრობლემატურ სიტუაციაში. შესაძლებელია, რომ ახალი ურთიერთობაც იყოს, მაგრამ ხვდებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი ურთიერთობა არის, რაღაც არის ისეთი სიტუაციები, რომელიც ხელს გიშლით ურთიერთობის გაგრძელებაში, რაღაცა არ არის ფლად ისე, შესაძლებელია აქ ადამიანს კონდეს პასუხისმგებლობის მომენტები სხვა პირებთან დაკავშირებით. და მეორე მხრივ შესაძლებელია აქ იყოს რაღაც სამსახურებრივი ურთიერთობაც, ესე ვთქვათ, სამსახურებრივი რომანი და ახეთ როგორი მომენტია, მარტივი არ არის, ხო, როდესაც ერთ სამსახურში ხართ ერთ სივრცეში, ცოტა რთულია რაღაც ესე აფიშირება ურთიერთობის, თან თუ არ ხართ ბოლომდე ჩამოყალიბებული ჯერ რა არის და როგორ არის, ხო? აი აქ რაღაცა ერთის მხრივ ეს მომენტი არის. მეორე მხრივ შესაძლებელია, რომ იყოს რაღაც ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანები არიან ჩიხში იმის გამო, რომ სამკუთხე სიტუაციაში არიან და უბრალოდ უნდათ მსუბუქი, ანუ უბრალოდ ერთის მხრიდან არის მსუბუქი მიდგომა ურთიერთობების, მაგრამ მეორეს უფრო სერიოზული ურთიერთობა სჭირდება, ხო? ყოველ შემთხვევაში ადამიანი მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენს ურთიერთობაში არის მისი მხრიდან და არა თქვენი მხრიდან, უფრო მისი მხრიდან პრობლემა, აქ უფრო მე ესე ვიტყოდი, შესაძლებელია აქ სამკუთხედი ურთიერთობის მდგომარეობა იყოს და პრობლემა ის არის, რომ მას ყავს ოჯახი, მას აქვს რაღაცა ვალდებულებები და შესაბამისად, თქვენთან ურთიერთობა ცოტა რთულად არის ესე სააშკაროზე გამოტანისთვის. კარგით, ნახოთ, აბა რა გადაწყვეტილება აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში, რა გადაწყვეტილი თქვენთან მიმართებაში. იცით როგორი მომენტია, კი ხდება ეს ადამიანი, რომ ძალიან ბევრი სახიფათო სიტუაციები გაქვს, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანს მოუწევს რაღაცა არჩევანის გაკეთების მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ როგორ მომენტია, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ხვდება, რომ აქ რაღაცა პრობლემური სიტუაციები ძალიან ბევრია, ემოციური მდგომარეობა, ძალიან საშიში სიტუაცია არის, შეიძლება ითქვას, რომ თავიდან მსუბუქად უდგებოდით ამ ყველაფერს ურთიერთობაში და ეხლა უკვე რაღაც გადავიდა გრძნობებში, ხო? ანუ ხო არის ეს მომენტი, როდესაც ადამიანები შეიძლება რაღაც ფლირტის დონეზე, კარგი მეგობრობის დონეზე კომუნიკაციები, მაგრამ ხვდებიან, რომ ეს მეგობრობაზე უფრო მეტია, ხო? მეგობრობაზე უფრო რაღაცა მეტი მიჯაჭვულობა აქვს, თქვა მეტი დამოკიდებულება, ცოტა სხვანაირია, ხო? ეჭვიანობა დაიწყო, რაღაცა ესეთი ხვდება, რომ არ შეულიაო თქვენად რაღაცა გრძნობები არ შეუძლია უთქვენოთ და ხვდება, რომ რაღაცა გრძნობებში გადადის, ხო, ეს ყველაფერი. ამ ადამიანს რა გადაწყვეტილება აქვს? მე ესე ვიტყოდი, რომ ადამიანს თქვენთან მიმართებაში უნდა ურთიერთობა. მე ვერ ვიტყვი, რომ აქ არ უნდა ადამიანს ურთიერთობა. მაგრამ
აქ როგორი მომენტია იცით, აი ცოტა ესე გეტყვით, რომ ცოტა ეგოისტია და იცოდეთ, რომ ამ ადამიანს ურთიერთობა უნდა ისე, როგორც თვითონ გადაწყვიტავს, ხო? ანუ თვითონ თქვენ თუ ჩათვლით, რომ გინდათ ოჯახი ამ ადამიანთან, გეტყვით, რომ ესე მარტივი არ იქნება, ხო? ანუ თვითონ როგორც უნდა ისე იქნება აქ ურთიერთობა, თვითონ როგორც განსაზღვრავს ურთიერთობას, ისე იქნება. ხო, ჯერჯერობით მე ესე ვიტყოდი, რომ აყალიბებს ეს ადამიანი თქვენთან რა ურთიერთობა ექნება და როგორი ურთიერთობა ექნება. შეიძლება საკუთარ თავთან ძალიან ისეთი ბრძოლებიც გქონდეს, იმიტომ რომ თქვენს მიმართ ამ ადამიანს ძალიან ისეთი ემოცია ვნება გქონდეს უფრო მეტი და ვერ ხვდებოდეს რატო აქ ესეთი ვნება, ხო, რაღაცა მიჯაჭვულობაში რო გადადის, როდესაც ხვდები რომ იცი რა არის, აი მე მინდა სუბუქი ურთიერთობა, უბრალოდ მეგობარი ქალბატონი ან მეგობარი მამაკაცი რომელთანაც დავიცლები ემოციურად, ენერგიას შევივსებ, რაღაცა ფინჯა ყავას დავლებთ, რაღაც გავისეირნებთ, გავცვლით ერთმანეთთან აზრებს და ნუ აქ დავიშლებით, ხო, რაღაცა არანაირი ვალდებულება, არანაირი პასუხისმგებლობა, არანაირი ოჯახზე ლაპარაკი და რაღაცა ესე აშკარაოზე გამოსვლა ურთიერთობის. მაგრამ აქ ადამიანს აქვს ის მომენტი გადაწყვეტილი, კი არა და ჯერ ბოლომდე ვერ გადაწყვეტა, ჯერ კიდევ არის ბრძოლებში, რომ რატომ აქვს თქვენს მიმართ ესეთი ემოციები, რატომ აქვს თქვენს მიმართ ესეთი მიჯაჭვულობა. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ადამიანი რაღაც მომენტში შეიძლება ეჭვიანობდეს, ხო? აი თქვათ თქვენს ტელეფონზე შემოვიდა SMS-ი, ძალიან აინტერესებს ვისგან არის, რატო არის, როგორ არის, ხო? რაღაცა ძალიან ისე მოუწია. მე ესე ვიტყოდი, რომ ეს ადამიანი ძალიან გაკვირდება და ბრაზობს ალბათ საკუთარ თავთან მიმართებაში, რომ ადამიანი, რომელსაც უბრალოდ შეიძლება ქონდა განსაზღვრული, კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ სუბუქი ურთიერთობა ქონოდა, მის რაღაცა შინაგანი ემოციები გაალღვეთ, ხო? თუ ადამიანი ასე იგი ხლების მეფიდან თასების მეფეში გადაიყვანეთ, ესე ვიტყოდი, ხო? ანუ ადამიანი, როდესაც იყო რაღაც ესეთი რაშოტლივი, როგორ არის ქართულად გეხოცებით შემახსენეთ, აი გათვლითი ქონდა ყველაფერი, რომ აი ამის მერე ეს იქნებოდა, იმის მერე ეს იქნებოდა და ის ზღვარი, რომელიც მას ქონდა ურთიერთობაში, ან ზოგადად შეიძლება ადამიანებთან აქვს რაღაცა ზღვარი, ხო? ამ ზღვარს არ გადავიდა და ეს განსაკუთრებით ეს ურთიერთობა, მაგრამ გადავიდა ზღვარს იქეთ და ადამიანში რაღაცა ემოცია წამოვიდა, ხო? მე არ ვიტყვი, რომ ხა ადამიანი ვენებს იჭრის თქვენზეც, ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მას აქვს ბრაზი იმაზე, რომ უფრო ხშირად ფიქრობს, უფრო მეტი სურვილი აქვს თქვენი, ასე ვთქვათ, ვის კლანჭებში მოქცევის, ხო? უფრო მეტად ცდილობს, რომ რაღაცა თქვენც მიჯაჭვული იყო შეიძლება ამ ადამიანზე, ხო? რაღაცა მეტად ჩაიხედოს თქვენს ცხოვრებაში. ხო, აი ჯერჯერობით გადაწყვეტილება ნამდვილად არ მივიღე, ჯერ არის ადამიანი აგონიაში, შეიძლება ითქვას, და ბრძოლაში იმასთან მიმართებაში, რომ რატო სჭირს და რა სჭირს და რითი მოხდა ეს ყველაფერი, ანუ რანაირად მოახერხეთ ამ ადამიანის ცხოვრებაში რაღაცნაირად ესე შეჭრა. რაღაც მომენტში შეიძლება ითქვას, რომ მე კარმულათაც ფიქრობს, რომ რაღაც კარმული ადამიანებიც ხართ და გეტყვით, რომ მას სიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა, ნამდვილად სიამოვნებს, ის გააგრძელებს თქვენთან SMS-ს, გააგრძელებს თქვენთან კომუნიკაციას, არ დაასრულებს, ნაღლად არ არის აქ დასრულების მომენტი, შეიძლება პრობლემები გაქვთ, შეიძლება რაღაცა ცოტა განხეთქილების მომენტიც გქონდეთ, მაგრამ აქ ურთიერთობა ნამდვილად არ სრულდება, აქ ურთიერთობა გრძელდება, ურთიერთობა იქნება, თქვენ მიმოწერების მდგომარეობაც გექნებათ, შეხვედრებიც გექნებათ, რაღაცა ერთმანეთთან გაცვლაც გექნებათ ინფორმაციის, იმიტომ რომ ეს ადამიანი ნახეთ როგორ მომენტია, შეიძლება ჯერ კიდევ არის იმის ბრძოლაში, რომ რატომ არის ესე თქვენს მიმართ ესეთი ემოციით და ესეთი განცდებით, მაგრამ როგორც ასეთი რომ წასვლაზე ფიქრობდეს, ესე არ არის, ხო, რაღაცა უბრალოდ ამ ადამიანს სჭირდება როგორი მომენტი, იცით, რომ დისტანცირება გქონდეს, ხო, რაღაცა ძალიან მოჯაჭვული არ იყოს თქვენზე, ძალიან ბევრს არ ფიქრობდეს თქვენზე, არ გქონდეს თქვენი დაკარგვის შიში, არ გქონდეს, ნახეთ, ადამიანს თუ კი რაიმე ისეთი დისბალანსი შევიდა თქვენთან ურთიერთობის გამო ამ ადამიანის ცხოვრებაში, ხო, ეს ადამიანი ხა ცდილობს, რომ ეს დისბალანსი როგორღაც დააბალანსოს და მაქსიმალურად ისე გააკეთოს, რომ აი ზღვარი, რო იტყვიან, წითელი ხაზი გაავლოს და იმის აქეთ არ გადმოგიშვათ, ან იმის იქეთ არ გადმოვიდეს, რომ რაღაცნაირად
შეძლოს თავის თავად შენარჩუნება, ხო? იმიტომ რომ თვითონ ადამიანი ცოტა მე ესე ვიტყოდი, რომ ეგოისტი ადამიანია, საკმაოდ მარტო მე ესე ვიტყოდი, რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანი არა მარტო თქვენთან მიმართებაში არის ეგოისტი, არამედ მის ოჯახთან მიმართებაში შეიძლება ეგოისტი იყოს, მეგობრებთან მიმართებაში, კოლეგებთან მიმართებაში, ანუ ადამიანს რატომღაც ცდილობს თავის სასარგებლო სიტუაციები ქონდეს, ხვდებით, აი თავისზე მორგებული მდგომარეობა ქონდეს. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი ცდილობს, რომ თქვენთანაც იგივენაირად მაქსიმალურად შეეცდება, რომ ეს რაღაცა დისტანცია დაიჭიროს, ეხლა შეინარჩუნოს და იგრძნოს, რომ თქვენზე არ არის რაღაც ისე დამოკიდებული ძალიან და მე ისევ გააგრძელებს ურთიერთობას, ისე რომ აქ ურთიერთობა ნამდვილად არ მთავრდება და მისი გადაწყვეტილება, ყოველ შემთხვევაში თქვენ რამდენად გენდომებათ ესეთი ურთიერთობა, ახლა ეგ უკვე თქვენზეა დამოკიდებული, ხო, მაგრამ ადამიანი თქვენთან ურთიერთობას ნამდვილად არ აპირებს, რომ ამ ეტაპზე რაღაცა დაშალოს და წავიდეს და უბრალოდ ამ ეტაპზე რაღაცა ცოტა დისტანცირება მოახდინოს თქვენთან მიმართებაში. და რომ ამ ადამიანს მე მართლაც რომ შეიძლება გაუყვიწეთ, ხო, რაღაცა ემოციები, დიდი ხანი არ ქონია ესეთი ემოციები, როგორც თქვენთან განიცადა და სულ ყოველთვის რაღაცა ისეთი გონებით მოქმედებდა ადამიანი, ხა უცებ აღმოჩნდა, რომ მარტო გონებაზე არ არის დამოკიდებული, ხო, რაღაცა მის ემოციებსაც შეეხოთ, რაღაც ცოტა სხვანაირი გახდა. ასე რომ აი ესეთი გადაწყვეტილება აქვს ამ ადამიანს, ბოლომდე არა აქვს მიღებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ამ ბრძოლაში არის რა და როგორ გააკეთოს, ხო, როგორ დაალაგოს, ისე რომ არც თქვენ გაგიშვათ, გააგრძელოს ურთიერთობა, მაგრამ თან შეძლოს რაღაცა ესეთი ცოტა ფსკრულის შექმნა თქვენს შორის და ამ ფსკრულის გარშემო ტრიალი ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე. მოგეთ ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, მისი გადაწყვეტილება თქვენთან მიმართებაში. მე კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ შეგიძლიათ დაწეროთ თქვენი ერთი შეკითხვა, რომელიც ძალიან გაინტერესებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გიპასუხებთ აუცილებლად წერილობით, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთაგანს. დროებით.